ეზოში ვიღაც ქალი ასუფთავებდა და ნაგავს გვიდა ძველ ხელნაწერზე. ეს ხელნაწერი აღმოჩნდა არც მეტი, არც ნაკლები ქართული სამეფო კარის პროტოკოლი. ძალიან საინტერესო არის, როგორ იწყებოდა მეფის დილა, ალბათ ყველა საინტერესებს. აი ამ სავაზირო კრებას ესწრებიან კიდევ ამილახორი და ამირეჯიბი, რომელთაც არ აქვთ უფლება რომ ხმა მოიღონ ვაზირობის დროს. აი ამ დროს სამეფო ნადიმი იმართება, რომელსაც ასევე თავისი მკაცრად განსაზღვრული წესი და ეტიკეტი აქვს. თუ მეფე ოსმას ბრძანებს ამ შემთხვევაში საჭმელი დაუმატონო, პირდაპირ არის აღნიშნული. ქართლის მეფეები ატენურ ღვინოს სვამდნენ, ვთქვათ, გიორგი მე-12 ცნობილია, რომ ხოდაშნურ ღვინოს სვამდა, ან ყვარლის ღვინოს სვამდა. მე-18 საუკუნის ძეგლში ამ დასტურლამალში ყავა და ჩაი იხსენიება. უკვე ეს კულტურები შემოსული არის საქართველოში და საინტერესოა, როგორი იყო მეფის ღამე. ძალიან რთული იყო შუა საუკუნეებში ყინულის შენახვა. როგორ ინახავდნენ ამას ყველაფერს? ექვთიმე თაყაიშვილი ქართული სიძველეების მოძიების მიზნით საქართველოს მასშტაბით მოგზაურობდა და მისი წყალობით არაერთი ისტორიული მნიშვნელობის სიძველე გადაურჩა განადგურებას და მოაღწია ჩვენამდე. და მათ შორის არის ერთ-ერთი უძვირფასესი ხელნაწერი, რომლის შესახებაც თავად ექვთიმე მოგვითხრობს თავის დღიურში, რომ ქართლში ექსპედიციის დროს შევამჩნიე, რომ ეზოში ვიღაც ქალი ასუფთავებდა და ნაგავს გვიდა ძველ ხელნაწერზე. როგორც კი ეს დავინახეო, მაშინვე მივედი ამ ქალთა და ვთხოვე, რომ ეს ხელნაწერი ჩემთვის დაეთმო და შეპირდა, რომ გადაუხდიდა კიდეც საფარსულს. ქალმა გაოგნებულმა შეხედა, რა თქმა უნდა, მისთვის ღირებული არ იყო ეს ხელნაწერი, იყო ჩვეულებრივი ფურცელი, რომელსაც აქანდაზად იყენებდა. ექვთიმე თაყაიშვილმა, როგორც იქნა ეს ქალი დაითანხმა ამაზე და შემდგომ ამ ქალმა გადაწყვიტაო, რომ გავეცხავ ამ ხელნაწერსო და ასე მოგართმევთო და როდესაც ამაზე კატეგორიული უარი უთხარიო, აი ამის შემდგომ უკვე ძალიან გაოცებული და სახტად დარჩენილი იყო და ეს ხელნაწერი აღმოჩნდა არც მეტი, არც ნაკლები ქართული სამეფო კარის პროტოკოლი, ხელმწიფის კარის გარიგება, რომელშიც ასახული არის წესრიგი, რითიც სამეფო კარი იმართებოდა. ეტიკეტის წიგნი არის, მასში დეტალურად არის განსაზღვრული მეფის და მეფის მოხელეების ქცევის წესები, საუბრის წესები, რიტუალის წესები და მინდა გითხრათ, რომ სწორედ აი ამ ერთადერთი ნუსხის სახით მოაღწია ჩვენამდე ხელმწიფის კარის გარიგება. ეს ძეგლი, როგორც მეცნიერები ფიქრობენ, მე-14 საუკუნეში შეიქმნა და ხელნაწერი თვითონ გვიანდელი არის მე-17 საუკუნის. არის რა თქმა უნდა ძალიან დაზიანებული, თავნაკლული არის, ბოლონაკლული არის, თუმცა აი ის ნაწილიც, რაც გადარჩა ექვთიმე თაყაიშვილის წყალობით, არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი და სამეფო ეტიკეტის შესახებ სწორედ მისი საშუალებით ვიგებთ. ამასთანავე ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი გვიანდელი ხელნაწერი, ეს არის დასტურლამალი, რომელიც ვახტანგ მე-6-ის მიერ შეიქმნა და მაშიც ეს სამეფო კარის ეტიკეტი არის ასახული. ძალიან საინტერესო არის თავად როგორ იწყებოდა მეფის დილა, ალბათ ყველა საინტერესებს, ხო? აი ამ ხელმწიფის კარის გარიგებაში სწორედ მოთხრობილი არის ამ ყველაფრის შესახებ, ეს მკაცრად განსაზღვრულ წესს ექვემდებარებოდა და რეგლამენტირებული იყო. მეფე, როდესაც დილით დგებოდა, ჯერ კიდევ საწოლ ოთახში, მას ემსახურებოდნენ სამეფო კარის მოხელეთა გარკვეული წარმომადგენლები. ესენი იყვნენ მსახურთუხუცესი, მოლარე-თუხუცესი და მესაწოლე-თუხუცესი. ისინი ვალდებული იყვნენ, რომ მეფის ჰიგიენაზე ეზრუნათ. მსახურთუხუცესს უკავია დაშტი, წყალს უსხამს მესაწოლე-თუხუცესი და მოლარე-თუხუცესს ხელში უჭირავს პირის მანდილი. ანუ დღევანდელი გაგებით პირსახოცი. ამის შემდგომ მეფე უკვე იცმევს და მას თაცმევს მსახურთუხუცესი, ღილებს უკრავს მოლარე-თუხუცესი და ქუდი, ესე იგი,
მუხლმოყრით უკავია მესაწოლე თუხუცეს და აი ამის შემდგომ მეფე ქუდს დაირქვამს. ფარეშ თუხუცეს ღამე ეცვა ჩაფლა, ფეხზე ეცვა ჩაფლა. ჩაფლა ეს არის ფეხსაცმელზე ზევიდან ჩასაცმელი და ჩემი აზრით ეს უნდა ყოფილიყო თანამედროვე გაგებით ბახილების მსგავსი, ესე ვთქვათ, რბილძირიანი ფეხსამოსი, რომლის მიზანიც იყო, რომ ხმაური შეეკავებინა. ფეხის ხმა შეეკავებინა, დაეცვა სიჩუმე სამეფო პალატში და შესაბამისად მეფის მშვიდი ძილი უზრუნველეყო. ხელმწიფის გარის გარიგებაში ნათქვამია, რომ როდესაც თენდებოდა, მეფე იღვიძებდა და დგებოდა, ფარეშ თუხუცესი გაიხდის ჩაფლასო, შეინახავს და ის გადის უკვე სამეფო ტახტის მოსაწესრიგებლად. მეფესთან საწოლ ოთახში შესვლის უფლება არავის არ აქვს. თუმცა გარდა აი ამ სამი მოხელისა, რომელიც ჩამოთვალე. თუმცა არის გამონაკლისები და ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი და პრინციპში ერთადერთი, ვისაც ამისი უფლება აქვს, რომ მეფესთან შევიდეს, გახლავთ ამირეჯიბი. ამირეჯიბზე პირდაპირ ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ მას შეუძლია მეფე უკაზმავად ნახოს. ამირეჯიბი ვინ არის, რას წარმოადგენს? ამირეჯიბი არის ამირსპასალარის მოადგილე, ეს არის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და შესაბამისად, როგორც ჩანს, თუ კი გადაუდებელი საქმე არის, რომლის მოცდაც არ შეიძლება და დაუყოვნებლივ უნდა ეცნობს მეფეს, აი ამ შემთხვევაში ამირეჯიბს უფლება აქვს, რომ შევიდეს მეფესთან და იგი უკაზმავად ნახოს. სხვათა შორის ამირეჯიბს უფლება აქვს მეფესთან შევიდეს ყოველთვის უკაზმავათაც და მოკაზმულთანაც, სანამ საღამოს ლოცვა დაიწყება. აი პირდაპირ ასე ხაზგასმით არის ნათქვამი ხელმწიფის კარის გარიგებაში. ზოგადად აღსანიშნავია, რომ მეფის ჰიგიენაზე მთელი შტატი იყო გამოყოფილი, ვინც ამას ემსახურებოდა. აი მაგალითად, ხელმწიფის კარის გარიგებაში საუბარი არის, როგორ იღებს მეფე აბანოს და მას ცალკე უწყება ციცხვთუხუცესი ემსახურება, მას ჰყავს თავისი ქვეშევრდომები, ციცხვები, ვინც უშუალოდ აი ამ საჭირო საქმეს ახორციელებენ, კერძოდ რა იყო? წყლის მოზიდვა, შეშის დაჩეხვა, წყლის გათბობა, ზოგადად აბანოს გათბობა, ყველაფერი ეს ევალებოდა ციცხვთუხუცეს და ციცხვებს. რაც შეეხება მეფის ჩაცმას, ჩვენ როგორც თქვით, მსახურთუხუცესი და კიდევ ორი მოხელე აკეთებს ამას, მაგრამ არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც სხვა მოხელის უფლება არის და მისი პრეროგატივაა, რომ მეფეს ჩააცვას და როდის ხდება? ეს ხდება ახალ წელს. ძველ ქართულად ახალ წელს წელიწადის თავი ეწოდება და აი აღწერილია ის, რომ წელიწადის თავს მეფეს აცმევს მონადირე თუხუცესი. მონადირე თუხუცესი ზოგადად როგორც ჩანს ძალიან დიდი პატივით სარგებლობდა საქართველოში და მონადირეები საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ნადირობა იყო გამორჩეულად პრივილეგირებული და პრესტიჟული შუა საუკუნეების საქართველოში, ეს ითვლებოდა ლაშქრობის წინა სახეთ, სამხედრო წვრთნად ითვლებოდა და მაგალითად თუ კი გადასახადებისაგან ათავისუფლებდნენ გლეხებს, ნებისმიერი გადასახადისგან შეიძლებოდა გაითავისუფლებინათ გარდა ლაშქრობა ნადირობის. აი ყველა საბუთში ხაზგასმით არის ამის შესახებ საუბარი. ამასთანავე ნადირობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ატრიბუტი ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა ისეთი საჩუქრები, როგორიც იყო თქვათ ქორი, შავარდენი, სანადირო ცხენი, ძაღლები და ასე შემდეგ. და ხელმწიფის კარის გარიგებაში საუბარია, რომ ეს მონადირეებიო გიორგობას მოვლენო მეფის კარზეო და თევდორობამდე რჩებიანო რამდენიმე თვის მანძილზე. და სულ საქართველოში არისო 260 სახლი მონადირეთაო. და გარდა ამისა კიდევ არიანო ტყის მცველნიო და ტყის მცველ თუხუცესიც არსებობდა ასეთი თანამდებობა. მოკლედ იმის თქმა გვინდა, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ეს საქმე შუა საუკუნეების სამეფო კარზე და ზოგადად საქართველოში. და აი ახალ წელს სწორედ მონადირე თუხუცეს ჰქონდა ეს პრივილეგია, რომ მეფისთვის ჩაეცმია. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ასახული არის თუ რას იცნევს მეფე. ახალ წელს პირდაპირ ნათქვამი არის, რომ ყვითელი ყაბარჩი უნდა ჩაიცვას, მოკლე სახელოებიანი და მას საყელოზე აქვს ტყავი, რომელზეც ძვირფასი
უფასი ბეწვი არის დამაგრებული და ასევე თავზე იხურავს ქუდს, რომელიც არის კონუსის ფორმის, წაწვეტებული და აი ასეთი ფორმის ქუდები შემოდის ზუსტად მე-13 საუკუნის ბოლოდან და ეს რეალობა არის ასახული. აღსანიშნავია, რომ მეფე ახალ წელს აღნიშნავს საღვინესთან დასვანო მეფეო და მონადირე თუქუცესმაო მას მიართვასო მწვადიო და ღვინოო. და აი ამის შემდგომ ის შეეკითხებაო თუ მეორე დღესო საით ვკვლევენო და მეფეს სადაც სურვილი ექნებაო შემდგომ იქ გააგრძელებენო და მეორე დღეს ძირითადად ნადირობით იქცევდნენ თავს. ეს რაც შეეხება დღესასწაულს. თუმცა ყოველდღიური ცხოვრება, რა თქმა უნდა, სხვა რიტმში მიდიოდა, როგორც წესი სამეფო კარზე იმართებოდა ვეზირობა და დარბაზობა, ამას თავისი წესი ჰქონდა და აი მაგალითად ხელმწიფის კარის გარიგებაში საუბარია თუ როგორი წესი არსებობდა ვაზირობის, იგივე ვეზირობის. სამეფო კარზე 6 მთავარი ვაზირი იყო. პირველი იყო, რა თქმა უნდა, მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელი, რომელსაც მეფის მამა ეწოდება და მას ექვემდებარება 26 მწიგნობარი, ამასთანავე მას აქვს უფლება, რომ ნებისმიერი უწყების რევიზია მოახდინოს და იგი გამორჩეულად პრივილეგირებული მოხელი არის სამეფო კარზე. ფაქტიურად მეფის მერე პირველი კაცი არის. მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელის შემდგომ უკვე მოდის ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი. აი ეს სამი ვეზირი, ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი განსაკუთრებულად პრივილეგირებული ვეზირები იყვნენ და მათ მოსდევთ მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი და სავაზირო კრების დროს მათი ადგილიც კი განსაზღვრული იყო თუ სად უნდა დამსხდარიყვნენ. რა თქმა უნდა, მეფესთან ყველაზე ახლოს პირველ რიგში ჯდებოდა მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელი, შემდგომ თავისი პატივით ათაბაგი. ათაბაგობა საერთოდ უფრო გვიან შემოვიდა, ვიდრე მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელობა. ის მეფე თამარის დროს ჩნდება სამეფო კარზე და მას მეფის მემკვიდრის აღზრდა ევალება. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ათაბაგობამ ჩაანაცვლა კიდეც მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელი და მას დაუპირისპირდა იმ თავითვე. ათაბაგის შემდგომ უკვე პატივით არის ამირსპასალარი, იგი დღევანდელი გაგებით სამხედრო მინისტრი არის, აი ნებისმიერი სამხედრო საქმე, სალაშქრო საქმე სწორედ ამირსპასალარს ევალება და მისი მოხელი არის ამილახორი. მის შემდგომ უკვე პატივით ზის მანდატურთუხუცესი. მანდატურთუხუცეს საკმაოდ ფართო უფლებები აქვს. იგი სასახლეში განაგებს უამრავ საქმეს და ზოგადად საპოლიციო სისტემის ხელმძღვანელი არის. შეიძლება დღევანდელი გაგებით შევადაროთ შინაგან საქმეთა მინისტრს, მას ექვემდებარებიან მანდატურები და მისი მოადგილე არის ამირეჯიბი, რომელზეც უკვე გქონდა ჩვენ საუბარი და აი ამის შემდგომ უკვე პატივით არიან მეჭურჭლეთუხუცესი, რომელსაც სალარო აბარია, საჭურჭლე, უბრალოდ საჭურჭლე აბარია და ის არის ფინანსთა მინისტრი და მსახურთუხუცესი. მსახურთუხუცესი უკვე მეფე რუსუდანის დროს შევიდა სავაზიროში, მაშინ მოხდა აი მისი ამ პატივით ამაღლება ამ 6 რჩეულ ვაზირთა შორის და რუსუდანის დროს ხდება სწორედ მსახურთუხუცესის დაწინაურება. მსახურთუხუცეს ავალია სამეფო სასახლის მეურნეობა განაგოს და აი ვაზირობის დროსაც ამ პატივით ხდებიან. ხა მათ აქვთ უფლება, რომ ვაზირობის დროს, რა თქმა უნდა, იმსჯელონ მეფესთან ერთად. თუმცა აი ამ სავაზირო კრებას ესწრებიან კიდევ ამილახორი და ამირეჯიბი, რომელთაც არ აქვთ უფლება, რომ ხმა მოიღონ ვაზირობის დროს. ანუ სათათბირო ხმა აქვთ. თუ კი კითხავენო, აი იმ შემთხვევაში აქვთ უფლება, რომ მათ უპასუხონო. ამასთანავე სავაზიროს ხდომას ესწრება მწიგნობარი, რომელიც იწერს აი ამ ყველაფერს, ამ დადგენილებებს, რასაც სხდომა გადაწყვეტს და რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანს და ამასთანავე დარბაზის გარეთ დგანან მანდატურები, რომლებიც იცავენ და არავის არ
აქვს უფლება ამ დროს რომ სავაზიროს ხდომაზე შევიდეს და გარეთ გას კიდე მთელი შტატი მოხელეების გამგეთ უხუცესი ზარათხანის მწიგნობარი და ასე შემდეგ რომელთაც იმ შემთხვევაში დაუძახებენ თუ ისინი საჭირონი იქნებიან და შეიყვანენ სავაზიროს ხდომის დროს. აღსანიშნავი არის რომ ვაზირობის დროს დასვენებული არის აი დარბაზში ძელი ცხოველი და იმდენად რეგლამენტირებული იყო ყველაფერი რომ ისიც კი არის გასაზღვრული რომ ძელი ცხოველიდან ერთი ტერფის დაშორებით უნდა იდგეს ამილახორი. ერთადერთი მასა აქვს უფლება რომ ვაზირობის დროს ხმალშემორტყმული შევიდეს, თუმცა როდესაც იგი უნდა დაჯდეს, აი მაშინ შეიხსნის ამ ხმალს და გადასცემს მეაბჯრეს და იგი ხარზე გადაიკიდებსო. როდესაც ვაზირობა სრულდება, აი ამ დროს მანდატურთ უხუცესს ზოგადად უკავია ოქროს არგანი. არგანი ეს არის ხელჯოხი და სხვათა შორის მანდატურები აი ამ არგნით დადიან, ეს მათი ატრიბუტი იყო და მანდატურთ უხუცესი ოქროს არგანს დააგდებსო, შემდეგ მივა ამირეჯიბი და ამ არგანს აიღებს და ეს უკვე არის ნიშანი რომ ვაზირობა დასრულდა და იწყება უკვე პურობა, დარბაზობა იწყება და აი ამ დროს სამეფო ნადიმი იმართება, რომელსაც ასევე თავისი მკაცრად განსაზღვრული წესი და ეტიკეტი აქვს. ხელმწიფის კარის გარიგებაში დეტალურად არ არის საუბარი ნადიმობის შესახებ. აქ ლაპარაკი არის თქვათ იმაზე რომ მეფეს ყავს მეხილეთ უხუცესი და როგორც ჩანს ხილის დარბაზი ცალკე არსებობს, სადაც აი ეს დესერტის სახით იშლება ხილის სუფრები. მეხილეთ უხუცესის თანაშემწე არის თხილის მლეწავი, რომელსაც ევალება რომ თხილი დაამტრიოს და ასე გაუმასპინძდეს სტუმრებს და სხვათა შორის აი ეს თხილის სალეწიც კი აღწერილი არის სამეფო ნადიმ ხელმწიფის კარის გარიგებაში და სამეფო ნადიმი ყველაზე დეტალურად ეს ინფორმაცია მოცემული არის დასტურლამალში. ნუ თვითონ ეს ძეგლი გვიანდელი არის მე-18 საუკუნის არის და იმ რეალობას ასახავს, რომელიც იმ პერიოდის ქართლის სამეფოში არსებობდა. სხვათა შორის ნადიმის დროს, სამეფო ნადიმის დროს ყველას ჰქონდა მკაცრად განსაზღვრული ადგილი თუ სად უნდა დამჯდარიყო. ანუ რა თქმა უნდა, ვინც უფრო პატივით მეტი იყო, ისინი მეფესთან ახლოს ისხდნენ. საგანგებო მოხელეები გაანაწილებდნენ აი ამ სტუმრებს, ვინსად ჯდებოდა. როდესაც ჟან შარდენი აღწერს მეფე ვახტანგ ბეხუთის ნადიმს, იქ საუბარია ის რომ სტუმრები ხდებიან ზურგით კედლისკენ და მათ წინ უკვე აღარავინ აღარ ჯდება, ასე რომ მომსახურე პერსონალს თავისუფლად შეუძლია რომ მიიტანოს კერძი. დასტურლამალის თანახმად, როდესაც სტუმრები დასხდებიან, შემოდის ორი მოხელე, საგანგებო მოხელე, რომელთაც ევალებათ რომ ხელი დააბანინოს სტუმრებს. ერთ შემოაქვს ტაშტი, მეორეს წულწუმა. წულწუმა ეს არის წვრილყელიანი დოქი, საიდანაც ზომიერი ნაკადით გადმოდის წყალი და სტუმრებს ხელს აბანინებენ. აი ამის შემდგომ უკვე შემოაქვთ პური. პურის რამდენიმე სახეობა არის დასახელებული, ძირითადად მურასა პური არის გამოყენებული. მურასა წმინდას ნიშნავს, როგორც ჩანს, იგი უმაღლესი ხარისხის ფქვილით იყო ეს თეთრი ფქვილით გამომცხვარი. ამასთანავე დასახელებული არის ქაღალდივი ისა თხელი ლავაში, ასევე თითისისქის ლავაში. აი გიორგი მე-12-თან უკვე მაგალითად დასახელებული არის კაკალა პური, შოთი, ხუთი სახეობის პური არის ლავაში, გარეჯულა პური და ასე შემდეგ. და შემდგომ უკვე შემოაქვთ კერძები. სხვათა შორის ძალიან კარგად ჩანს აი ამ კერძებიდან, რომ დიდი გავლენა არის აღმოსავლეთის. ძირითადად არის ბრინჯი და ფლავის სხვადასხვა სახეობა. იყო ნაირ-ნაირი ფლავები, ძირითადად ხმარობდნენ ესე იგი ცხიმად, როგორც ჩანს, ძირითადად ხმარობდნენ ერბოს, იმიტომ რომ დასტურლამალში როგორც წესი სულ ერბო არის დასახელებული. ესე იგი ბრინჯი, ერბოთი, ხახვით და კვერცხით გაკეთებული, არის შილა ფლავი, ხორცით დამზადებული ფლავები და არის შემდგომ ტკბილი
ტკბილი ფლავები. ეს ტკბილი ფლავები მზადდებოდა, ესე იგი ფერადი იყო, მაგალითად აი ყვითელი ფლავიაო, ზაფრანით და შაქრით დამზადებული და დარიჩინით. არის წითელი ფლავი, რომელიც ბროწეულის წვენით არის დამზადებული. ვთქვათ, ტკბილ ფლავებს შორის აღსანიშნავი არის ნუშით, ნიგვზითა და სანელებლებით დამზადებული ფლავი. ამასთანავე გარდა ეს ფლავები, უბრალოდ ბრინჯი, სხვადასხვა როგორც ჩანს სანელებლებით შენელებული ბრინჯი გარნირად მიყვებოდა უამრავ საჭმელს და ყველა საჭმელი, ყველა თავი კერძი სხვადასხვა მომსახურე პერსონალს შემოქონდა. აი ამ კერძებს შორის დასახელებული არის ძროხის ხორცის შემწვარი, მოხარშული, ბატკანი, ამასთანავე დასახელებული არის ქათამი. თუ ვარიობის დრო იყოსო, ვარია მიერთმეოდესო ნადიმზეო, თუ არა, მაშინ ქათამი მიერთმეოდესო. როგორც ჩანს, ნანადირევიც არის აი ამ სამეფო ნადიმზე, რადგანაც ხოხობს, კაკავს იხსენიებს, ასევე ირმის ხორცი იხსენიება. თუ კი მარხვა იყო, გათვალისწინებული იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და სამარხო საჭმელები მზადდებოდა. დასტურ ლამაზში პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ თევზეული შედიოდა, მრავალფეროვანი თევზეული იყო, დასახელებული არის ხიზილალა, შემწვარი ხიზილალა, მოხარშული ხიზილალა, ზურგიელი, სათალი, ამასთანავე თევზი გამხმარი, თევზი მჟავე, როგორც ჩანს, ძმარში ინახავდნენ. აი ამ ფორმით და დამარილებული სახითაც იყო და ამასთანავე მცენარეული საკვები, რა თქმა უნდა, მათ შორის გამორჩეულად არის ხოლმე მოხსენიებული ცერცვი და მუხლდო. სასმელებიდან შემოაქვთ, რა თქმა უნდა, ღვინო, თუ მეფეოს მას ბრძანებს, ამ შემთხვევაში საჭმელი დაუმატონო, პირდაპირ არის აღნიშნული და ღვინოს რაც შეეხება, ჩვენ მაგალითად ვიცით ვახუშტი ბატონიშვილის ცნობებით, რომ ქართლის მეფეები ატენურ ღვინოს სვამდნენ, ვთქვათ, გიორგი მე-12 ცნობილია, რომ ხოდაშნურ ღვინოს სვამდა, ან ყვარლის ღვინოს სვამდა. ერთიანი საქართველოს მეფეები რომელ ღვინოს სვამდნენ, ამაზე სამწუხაროდ ჩვენ ცნობები არ გვაქვს. და გარდა ამისა, მე-18 საუკუნის ძეგლში, ამ დასტურ ლამაზში ყავა და ჩაი იხსენიება. უკვე ეს კულტურები შემოსული არის საქართველოში და სამეფო ნადიმზე მას მიართმევენ სტუმრებს. ამასთანავე საინტერესოა, რომ ყალიონ ყურჩი იხსენიება, ასეთი თანამდებობა არსებობდა მეფის კარზე, რომელიც ნადიმობის დასასრულს ყალიონს ამზადებდა სტუმრებისთვის, ვისაც, რა თქმა უნდა, ყალიონის მოწევა სურდა. სამეფო ნადიმს ემსახურებოდა, დაახლოებით რომ დავიანგარიშოთ, 45-დან 55 ადამიანამდე პერსონალი ემსახურებოდა, ოღონდ ამაში მზარეულები არ შედიან, ვინც უშუალოდ ნადიმზე გამოდიან. სხვათა შორის საინტერესოა, რომ სანამ ნადიმი დაიწყება, მეფეს ყავს ჭაშნაგირი. აი ეს ხელმწიფის კარის გარიგებაში არის ამაზე საუბარი და ამ ჭაშნაგირს ევალება დაჭეშნიკება, გასინჯვაც, აქედან მოდის ეს ტერმინი, საჭმლის გასინჯვა და ღვინის გასინჯვაც. როგორც ჩანს, ეს იყო პრევენცია იმისთვის, რომ საჭმელი არ ყოფილიყო მოწამლული და ხელმწიფის კარის გარიგებაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ აი ოქსინოზე დადგებაო, ჭაშნაგირიო, ისო ჩამჩითო, ხელზე დაისხამსო, ალბათ წვნიანს და შემდეგ ღვინოსაც და შეხრებსო. ანუ ყველას თვალწინ გასინჯავს აი ამ საჭმელსაც და ღვინოსაც. სხვათა შორის საინტერესოა ჭურჭელი რითი მიქონდათ ამ დროს მეფესთან ეს კერძები, ხელმწიფის კარის გარიგებაში ტაბაკი იხსენიება უფრო სწორად, ოქროსი და დასტურ ლამაზში ვერცხლის, ეს იყო გრძელი მოგრძო ლანგარი, რომელსაც გვერდები ამოწეული ჰქონდა. ამასთანავე იხსენიება ხელმწიფის კარის გარიგებაში ურთუმელი, ეს არის სამარილე, რომელიც არის ძვირფასი ქვებით თვალმარგალიტით შემკული, მასში არის ჩაყრილი მარილი და დევს ბროლის კოვზი, რომელსაც ტარი აქვს მოჭედილი და ისიც ასევე ძვირფასი ქვით არის შემკული და მეფის წინ დგას აი ეს ოქროს ტაბაკა და ასევე ოქროს და ვერცხლის ტაბაკები არის ნახსენები იმაში დასტურ ლამაზში მე-18 საუკუნის ძეგლში და ასევე ყაბი, რომელიც თეფშის მნიშვნელობით არის ნახმარი. როგორც უკვე ვთქვით, დოქები და წუმწუმე ეს ამით შემოქონდათ სასმელი. საინტერესო არის, რომ
სამეფო ნადიმის დროს გარკვეულ პერსონალს ეკრძალება დაჯდომა და ის აუცილებლად ფეხზე უნდა იდგეს და მას ჭამის უფლებაც არ აქვს. ვინ არიან? ესენი არიან, ასე ვთქვათ, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, მეფის დაცვა, ყორჩიბაში და ყულარაღასი. ყორჩიბაში არის მეთოფეთა უფროსი, ყულარაღასი არის მეფის პირადი გვარდიის უფროსი. ხა ეს ტერმინები სპარსული არის და გვიან შუა საუკუნეებში როსტომ ხანის მმართველობის შემდგომ შემოვიდა უკვე ქართულ სინამდვილეში და სპარსული სამოხელეო სახელწოდებები დამკვიდრდა, თუმცა შინაარსობრივად ის ქართული იყო და აი ამ ორ ადამიანს ევალება მეფის დაცვა და ასევე სამეფო ნადიმის კონტროლი, რომ იქ რამე ექსცესს არ ქონდეს ადგილი და იმთავითვე აღკვეთილი იყოს ნებისმიერი ესეთი რაღაცა მსგავსი თუ შეიძლება მოხდარიყო უკმაყოფილება. სხვათა შორის ხელმწიფის კარის გარიგებაში საუბარი არის, რომ მეფის საწოლის დარაჯი და საწოლის მეკარე ისინიც მეფეს იცავენ, ოღონდ საწოლი ოთახის დაცვა ევალებათ. მათ უფლება არ აქვთ ნადიმს დაესწრონ და იქ მიართვანო აი ამ ნადიმის საჭმელიო. ასე არის საუბარი ხელმწიფის კარის გარიგებაში. ეხლა თუ კი ნადიმსო საღამო ღამე მოესწროსო, აი ამ შემთხვევაში უკვე ანთებენ სანთლებს და მაშხლებს ანთებენ. ჩვენ მაგალითად ვიცით, რომ ვახტანგ მე-6-ემ ააშენა თბილისში სასახლე და სხვათა შორის სეხნია ჩხეიძე ამბობს, რომ მიჭვრიტინისა დარბაზი ქონდაო, სარკე იგულისხმება ამაში. ესე იგი სარკეებით იყო გაწყობილი და როდესაც ბროლის ჭაღზეო სანთლებს ანთებდნენო, ეს სარკეები ირეკლავდა და სტუმრებს ეგონათო რომ ცეცხლი წაეკიდაო დარბაზსო და როგორც ჩანს ესე იგი ძალიან შთამბეჭდავი იყო და სავარაუდოდ ეს სინათლის გასაძლიერებლად იყო განკუთვნილი, ამისთვის იყო თავიდანვე განზრახული. თუმცა ვახტანგ მე-6-ის სასახლე ოსმალების შემოსევის დროს მაშინვე დაიწვა და გადადგურდა და მას ჩვენამდე არ მოუღწევია, მხოლოდ აი ეს ისტორიული ცნობა გვაქვს შემორჩენილი. რაც შეეხება აი ხელმწიფის კარის გარიგებას, იქ ლაპარაკი არის, რომ მაშხლებს ანთებენ და აი ამ მაშხლებს ყავს თავისი მომვლელი, ასე ვთქვათ, ცალკე მოხელე არის მემაშხლე, ვისაც ევალება რომ მაშხალა აანთოს და ის არ ჩაქრეს. ხა მაშხლებს ამ დროს პირდაპირ წერი ანთებენ ან ქონით, ან სელის ზეთით. და ესეც დაცული არის ცალკე უწყებაში, რაღაცა საწყობში, რომელსაც ევალება რომ ქონი გასცეს მაშხლისთვის და ძალიან საინტერესოა, აქ დასახელებული არის საპნისთვის. ესე იგი პირდაპირ მინიშნება კი არა, პირდაპირ არის აღნიშნული, რომ მე-14 საუკუნეში იყო საპონი, რომელიც მქონით მზადდებოდა. და მემაშხლეები ვალდებული იყვნენ, რომ აი ამ მაშხლისთვის თვალყური ედევნებინა და ქონი დაემატებინა და თუ შეშა დაიწვებაო, ის უნდა გამოცვალონ. სხვათა შორის საინტერესოა, როდესაც ნადიმი მთავრდება და სტუმრებს აცილებენ, წიგნო-ბართუხუცეს ჭყონდიდელი, რომელიც ვაზირთა შორის უპირველესია, მას აცილებენ ორი მაშხლით. აი ეს პრივილეგია არის სწორედ წიგნო-ბართუხუცეს ჭყონდიdelis. რაც შეეხება მომდევნო სამ ვაზირს, რომელიც აი ამ ვაზირთა სამეულში შედის, მას თითო მაშხლით აცილებენ, ანუ ათაბაგს, ამირს პასალარს და მანდატურთუხუცეს და დანარჩენები უმაშხლოდ უნდა წავიდნენ. ასე არის მითითებული ხელმწიფის კარის გარიგებაში. სხვათა შორის მეფესთან განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა 4 მონაზონი არის დასახელებული. აი ამ 4 მონაზონში იგულისხმება მოძღვართ-მოძღვარი, 2 კათალიკოსი, მოგეხსენებათ საქართველოში 2 საკათალიკოსო იყო, მცხეთის აღმოსავლეთ საქართველოსი და აფხაზთა დასავლეთ საქართველოსი და წიგნო-ბართუხუცეს ჭყონდიდელი. და ამათ შორის ყველაზე პატივდებული და პრივილეგირებული იყო მოძღვართ-მოძღვარი. როდესაც მოძღვართ-მოძღვარი შევიდოდა, მეფე მას ფეხზე წამოუდგებოდა და ნოხის პირას მიეგებებოდა. და აი სხვა შემთხვევაში გარკვეული პრივილეგირებულ მოხელეებს ის წამოუდგებოდა, თქვათ, სამნაბიჯს გადადგამთ და დანარჩენ შემთხვევაში საერთოდაც არ იძროდესო და ისინი უნდა მივიდნენ და პირიქით მეფეს ცენ თაყვანი. საინტერესოა, როგორი იყო მეფის ღამე.
ამასაც მთელი შტატი იცავდა მეფეს ღამის განმავლობაში. ჩვენ დავასახელეთ წეღან საწოლის დარაჯი და საწოლის მეკრე, აი ასე არის პირდაპირ ეს ტერმინი არის გამოყენებული ხელმწიფის კარის გარიგებაში. სხვათა შორის და საწოლის წინწოლნი ასე არიან. ესე იგი მესაწოლეები. ისინი იცავენ მეფეს ღამის განმავლობაში. აღსანიშნავი არის, რომ საწოლ ოთახში არის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც საწოლის ღვთისმშობელი ეწოდება და მის წინაშე ნია და გენთოს კანდელი და სანთელიო პირდაპირ ასე არის ხელმწიფის კარის გარიგებაში აღნიშნული და აი ამ სანთლის და კანდელის მოვლა საწოლის დარაჯს ევალება. ის არის ვალდებული, რომ არ ჩაქრეს არც კანდელი და არც სანთელი საწოლის ღვთისმშობელთან. საინტერესოა, რომ მათ გარდა კიდე მეფეს ღამის განმავლობაში მეფესთან არის უпростоრად საწოლ ოთახთან სიახლოვეს ფარეშთუხუცესი და ფარეშთუხუცეს ხელთ უპყრიაო სანთელი, მაშხალა, ფარანი, თუ კი საჭიროების შემთხვევაში რომ მიენათებინა და ამასთანავე სამყინვარით ყინული აქვსო და ღვინო. თუკი და სხვა საცმელიც, თუკი მეფე მოისურვებს ღამე ჩაციებულ ღვინოს დაალევინებენ, ან ნებისმიერ იმ სასმელს, რასაც მეფე გადაწყვეტს. და აქ საინტერესოა ერთი რამ, ძალიან რთული იყო შუა საუკუნეებში ყინულის შენახვა. და როგორ ინახავდნენ ამას ყველაფერს. როგორც ჩანს, ცალკე კულტურა არსებობდა ამისი, იყო სხვადასხვა საშუალებები ყინულის შესანახად. მაგალითად, აი გვიანი შუა საუკუნეებიდან ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ იყო ღრმა სარდაფები, სადაც ყინულს ინახავდნენ და ზაფხულშიც კი ჰქონდათ ეს ყინული. ამასთანავე იყო მაგალითად აი მდინარეებთან რაღაცა კლდის ნაპრალში ხდებოდა აი ამ ყინულის შენახვა. და როგორც ჩანს მდინარის წყალი უზრუნველყოფდა, რომ აი ეს სიცივე მუდმივად შეენარჩუნებინათ და ყინულის მოჭრა და მისი მეფისთვის ჩატანა, ესე იგი ცალკე გადასახადი იყო. მაგალითად, ჩვენთვის ცნობილია, რომ კახეთის მეფე ლევანმა ფიფინეთში ჩაასახლა ლეკები და მათ შეაწერა კავკასიონის მთიდან ყინულების მოჭრა და ჩატანა და ესე იგი ჩაქონდათ ურმებით ეს ყინული და პირდაპირ გაანგარიშებული იყო, როგორ უნდა დაეწყო თქვა 8-10 ურემი ეტეოდა, შემდგომ აყრიდნენ ნახევს, მიწას, შემდგომ ისევ ყინულს და ესე იგი რა სახით და როგორ უნდა შეენახათ ეს. და შესაბამისად ჰქონდათ კიდევ როგორც ჩანს საგანგებო ჭურჭელი, რადგანაც სამყინვარი აი ესეთი სახელწოდებით იხსენიება ხელმწიფის კარის გარიგებაში, რომელშიც ეს ჭურჭელი იყო შენახული და ფარეშთუხუცესი მოკლედ მეფის მოთხოვნისთანავე მიაწვდიდა აი ამ ჩაციებულ ღვინოს. აი ასე სრულდებოდა, უпростоრად ასე თენდებოდა მეფის ღამე, რომელიც შემდგომ უკვე ისევ მეორე დილა იწყებოდა იგივე რიტუალით, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. როდესაც მეფეს აცმევდნენ, მაშინ ფარეშთუხუცესი გამოდიოდა მისაღებ ოთახში და მას ევალებოდა სამეფო ტახტის მოწესრიგება. პირდაპირ არის აღნიშნული, რომ გარეჯიდან მოტანილი ცოცხით გვიდა სამეფო ტახტს და ნოხს. ეხლა სხვათა შორის ეს ცოცხი გარეჯის მონასტერს როგორც ძღვენი, აი ასე ქონდა შეწერილი და სხვა ისტორიულ საბუთებშიც იხსენიება. გარეჯის მონასტერი და გელათის მონასტერი მოგეხსენებათ სამეფო მონასტრები იყო და მათ განსაკუთრებული უფლებები და პრივილეგიები ჰქონდათ სამეფო კარზე და მათ ევალებოდათ ძღვენი, აი გარეჯული ცოცხი იყო ცნობილი და სხვათა შორის აი ამ ძღვენს შორის კიდევ დასახელებული არის ჩურჩხელა, ბროწეული, ალარდენი, თუთუბო და ასე შემდეგ. ლუი მე-14-ის სასახლის კარის ეტიკეტი ეს მიჩნეულია ეტალონად, შეიძლება ითქვას, ევროპული ეტიკეტის ისტორიაში. მემუარებში ლუი მე-14-ის შესახებ მიუთითებს, რომ მეფე ყველაფერს აკონტროლებდა. იგი როცა გადაადგილდებოდა თვით სასახლეში, ვერსალის ბაღებში, განუწყვეტლივ მარჯვნივ, მარცხნივ იხედებოდა და ყველაფერს აფიქსირებდა. ჩანგალი მიჩნეული იყო ეშმაკის იარაღად და მას ებრძოდა ეკლესია. თვითონ ლუი მე-14-ს ხელით უყარდა ჭამა.
ხელმწიფის კარის გარიგების აღმომჩენი ექვთიმე თაყაიშვილი ასეთ ჩანაწერს აკეთებს ძეგლის შესახებ. ხელმწიფის კარის გარიგება შეიძლება შეედავოს ლუი მე-14-ის კარის ეტიკეტს. ამ ძეგლში გულისხმობს ხელმწიფის კარის გარიგებას ყველა ნაბიჯს, მეფის ყველა ნაბიჯს, ყველა მოძრაობას აქვს თავისი განსაზღვრული ადგილი და მნიშვნელობა. ეს ჩანაწერი ექვთიმე თაყაიშვილს გაკეთებული აქვს უკვე პარიზში ემიგრაციის დროს ერთ-ერთი მოხსენების ხელნაწერში, სადაც ის საუბრობს საქართველოში ინტელექტუალური ცხოვრების შესახებ. რაში დასჭირდა საინტერესოა ძალიან, რატომ გააკეთა ასეთი შედარება, რატომ შეადარა ქართული და ევროპული სასახლის ეტიკეტი. როგორც ჩანს, ის პარიზში ყოფნის დროს უფრო ახლოს გაეცნო საფრანგეთის ისტორიას და რაღაცნაირად პარალელი გაავლო აი ამ ძეგლს შორის და ლუი მე-14-ის კარზე არსებულ ეტიკეტს შორის. საინტერესოა თვითონ სიტყვა ეტიკეტის წარმომავლობაც, ეტიმოლოგია, ეს ფრანგული სიტყვა არის, ფრანგულიდან არის დამკვიდრებული შემდგომ უკვე ყველა ენაში, ესტიკეტ ასეთი ფორმით, ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში არის დამოწმებული სიტყვა ენაში, მაგრამ იმ მნიშვნელობით, რომელსაც ჩვენ დღეს ვანიჭებთ და დღეს ვიყენებთ ამ სიტყვას, მხოლოდ მე-17 საუკუნიდან გვხვდება. ლუი მე-14-ის სასახლის კარის ეტიკეტი ეს მიჩნეულია ეტალონად, შეიძლება ითქვას, ევროპული ეტიკეტის ისტორიაში. თუმცა მანამდე ეს იწყება, ასე ვთქვათ, ისტორია აი ამ ეტიკეტისა, იწყება უკვე მე-16 საუკუნიდან საფრანგეთის ისტორიაში. ეს არის ვალუას დინასტიის ანგულემის შტოს წარმომადგენელი, პირველი მეფე ფრანსუა პირველი, რომელმაც ასეთი სახელოც კი შემოიღო სასახლის კარზე, ცერემონი მაისტერი, ანუ იგივე ჩვენ სასახლის ხელმწიფის კარის გარიგების, ვთქვათ, პარალელური სახელო რომ მოვიხმოთ, ეს არის მანდატურთუხუცესი ჩვენებურად, რომელიც წარმართავდა აი ამ ცერემონიას კარზე და შეიმუშავებდა აი ამ იცავდა უпростоრად ამ არსებულ ეტიკეტს. შემდგომ ეს თანდათან დაიხვეწა, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ისტორიაში, აი შემდგომ მეფეების, იგივე ფრანსუა პირველის მემკვიდრეების დროს და განსაკუთრებით ჰენრი მესამის და ეკატერინე მედიჩის რეგენტობის პერიოდში. და როგორც უკვე აღვნიშნეთ, პიკს მიაღწია სასახლის ეტიკეტმა ლუი მე-14-ის დროს. ლუი მე-14-ის დრო, ესე იგი, რითი არის აღსანიშნავი. ჯერ ერთი პირველ რიგში ვერსალის, როგორც აი სასახლის ეტალონის დამკვიდრებით. ვერსალი მოგეხსენებათ აგებული არის ლუი მე-14-ის ინიციატივით, მისი უშუალო ხელმძღვანელობით. ჩვენში რატომღაც ხშირად არის ხოლმე სახელმძღვანელოებში, სხვადასხვა სტატიებში, თუნდაც სამეცნიერო სტატიებში გვხვდება ხოლმე, რომ ვერსალის მშენებლობას უკავშირებენ მამამის ლუი მე-13-ს, რაც არ არის სწორი, რადგან ლუი მე-13-ის დროს იქ მხოლოდ სანადირო, ასე ვთქვათ, პავილიონი იყო. ლუი მე-13 იქ სანადიროდ დადიოდა და ჰქონდა პატარა სასახლეც არითქმის პავილიონი და ძირითადად ეს ადგილი იყო ტყეით მოცული. შემდეგ უკვე, როდესაც გადაწყდა ლუი მე-14-ის დროს, აი აქ სასახლის აგება, გაიჩეხა ტყე, იქ გაიყვანეს წყალი და გაათანაბრეს მიწა, აბსოლუტურად შეიცვალა ლანდშაფტი. და აიგო ესეთი უზარმაზარი კომპლექსი. ვერსალი არ არის ერთი სასახლე, კომპლექსი თავისი ბაღებით და სხვადასხვა დანიშნულების შენობებით. და რაც მთავარია, ლუი მე-14-მ აქ არა მხოლოდ სამეფო კარი განათავსა, მისი უშუალო სამეფო კარი, არამედ მთელი მთავრობა გადაიყვანა. ამ
კომპლექსში, სასახლეთა კომპლექსში 3000-დან 10000 კაცამდე ცხოვრობდა ერთდროულად. სხვადასხვა პერიოდში, რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში შეეძლო აი ამ სივრცეს დაეტია აი ამდენი ადამიანი. სხვადასხვა წრის, სხვადასხვა ასე ვთქვათ, იგივე შეიძლება აყოფილონ, რა თქმა უნდა, დიდებულების გარდა აქ იყო მომსახურე პერსონალი, აქ იყვნენ უცხოელი ელჩებიც, როდესაც სტუმრობდნენ მეფეს პარიზიდან მოშორებულ სასახლეში და ამდენად ეს იყო უზარმაზარი კომპლექსი. აი რაც შეეხება თვითონ ამ ეტიკეტსაც, მოგეხსენებათ ვერსალში არის ასეთი სარკეებიანი გალერეა, ულამაზესი, რომელიც საკმაოდ გრძელია და 76 მეტრია მისი სრული, ასე ვთქვათ, სიგრძე და მეფის წინაშე რო წარმდგარიყო თუნდაც ვთქვათ უცხოელი ელჩი ან ისე მისი ქვეშევრდომი. მას უნდა გაევლო ეს 76 მეტრი, რომ პირადად აუდიენციით ესარგებლა მეფესთან. აი არსებობს ასეთი ტილოც, ვენეციის დოჟი აუდიენციით წარდგება ლუი მე-14-ის წინაშე და სწორედ მას აი და წარმოვიდგინოთ, რომ ეს მანძილი აქვს გავლილი, რომ ეახლოს მეფეს და მის წინაშე მოიყაროს, ესე იგი, ქედი და მას გადასცეს ის თავისი დანაბარები, რაც მისი სახელმწიფოდან მოაქვს. გარდა ამისა, ვერსალი, როგორც ვთქვით, ეს იყო აი ამ დიდი სამეფო კარის საცხოვრებელი ადგილი და მისი ეტიკეტი, აი ამ ცხოვრების ეტიკეტი იყო საგანგებოდ გაწერილი. მთელი დღე შეიძლება ითქვას, რომ იყო დაკავებული და გაწერილი, იმდენად რომ აღარ რჩებოდა დრო იქ მცხოვრებ პირებს დასაძინებლად. არსებობს ასეთი არაერთი წერილი მეფის ძმის ცოლის, პალატინის პრინცესის, ეს არის გერმანელი პრინცესა, რომელიც მეფის ძმის ფილიპ ორლეანელის ცოლი გახლავთ. გერმანიიდან ჩამოსული პრინცესასთვის ეს ძალიან უცხოა ფრანგული სამეფო კარი და ის შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე ათეულათასობით წერილი აქვს გაგზავნილი თავის სამშობლოში, არა მხოლოდ სამშობლოში, ფრანგულ თუ გერმანულ ენებზე და ერთ-ერთ წერილში მამიდისადმი, საკუთარ მამიდას წერს და აღწერს აი ამ ცხოვრებას, რომ ჩვენ რო დავტოვეთ პარიზი, აი ჩავედით ვერსალში და როგორი იყო, ვთქვათ, ერთი დღე. აღწერს ამ დღეს. დილიდან 3 საათამდე, ნაშვადღევის 3 საათამდე იყო ნადირობა. შემდეგ დაბრუნებულებმა უკვე სხვადასხვა თამაშობით დაკავდნენ, აქ სხვადასხვა შეიძლება თამაშობა მეფის კარზე რაც იყო მიღებული წარმოვიდგინოთ. შემდეგ იყო ვახშამი, ამის შემდეგ ისინი ეწვიმნენ თეატრს, თეატრიც თვითონ ვერსალში არსებობდა, განლაგებულ აქვე იყო სამეფო თეატრი, აი აქ იდგმებოდა სწორედ ლუი მე-14-ის დროს მოლიერის პიესები, ცნობილი პიესები და მეფე თვითონ იყო პირველი მაყურებელი აი ამ პიესების. დაესწრენ ამ სპექტაკლს, შემდეგ უკვე 11-ის ნახევრისკენ მეჯლისზე მოუწიათ წასვლა, იქვე რა თქმა უნდა ვერსალში და სადღაც 3 საათისთვის, უკვე დილის 3 საათისთვის შეძლეს დასაძინებლად წასვლა. აი ესეთი დატვირთული დღე არის, ეს რა თქმა უნდა ოჯახის წევრია, სამეფო კარის წევრია და ასევე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ კარზე მცხოვრები დიდებულები და მეფის სხვა ნათესავებიც აი ამ ცხოვრებით ცხოვრობენ. ხა საინტერესოა თვითონ აი რატომ მოხდა, რატომ გადაწყვიტა ლუი მე-14-მ ასე მკაცრად დაეცვათ ეს ეტიკეტი და პარიზიდან რატომ გადასახლდა. როგორც შეგვიძლია ვივარაუდოთ, მას ჰქონდა ძალიან მძიმე მოგონება ბავშვობიდან, როდესაც ის იყო მცირედ მამის გარდაცვალების შემდეგ და მისი დედის ანა ავსტრიელის რეგენტობის პერიოდში, როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ისტორიაში იყო ასეთი მოვლენა, ასეთი ამბოხი, ფრონ
ფონდის სახელით შევიდა ის ისტორიაში. სამოქალაქო ომსაც უწოდებენ მას, მაგრამ არა ფრანგულ ისტორიოგრაფიაში, უფრო ინგლისელები იყენებენ ამ ტერმინს. ეს არის ამბოხი, როდესაც მეფეს, ამ შემთხვევაში რეგენტს ან ავსტრიელსა და კარდინალ მაზარინის აუჯანყდა პარიზის პარლამენტი. აქ და პარიზის პარლამენტმა აღარ მიიღო რეგისტრაციაში რამდენიმე კანონი, მათ მიერ გამოცემული. ეს დიდი 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს ამბოხი, იყო ჯერ საპარლამენტო ფრონტა, შემდეგ პრინცების, ეგრეთ წოდებული პრინცების ფრონტა და ეს იმდენად მძიმე შთაბეჭდილება იყო ლუი მე-14-ისთვის, რომ თვითონ სამეფო კარიც პარიზიდან გაიხიზნა, აღარ იყო უსაფრთხო დედაქალაქში ცხოვრება მათთვისაც და ამდენად ეს დარჩა მას მოგონებაში, რომ აი პარიზში შეიძლება კარი ამდენად დაუცველი ყოფილიყო და იფიქრა, რომ მოშორებით პარიზიდან 16 კილომეტრის მოშორებით შედარებით აი ესეთ ცალკე სივრცეში უფრო კომფორტული იქნებოდა მისთვისაც, სამეფო კარისთვისაც და მთავრობისთვისაც მუშაობა. და თვითონ აი საინტერესოა, რამდენად იცავდა ამ ეტიკეტს და რამდენად აქცევდა ყურადღებას, რომ აი ეს წესები, ამ წესების ერთობლიობა, რასაც ეტიკეტი წარმოადგენს, მკაცრად ყოფილიყო დაცული. სენ-სიმონის ჰერცოგი თავის მოგონებებში, მემუარებში ლუი მე-14-ის შესახებ მიუთითებს, რომ მეფე ყველაფერს აკონტროლებდა. იგი როცა გადაადგილდებოდა თვით სასახლეში, ვერსალის ბაღებში განუწყვეტლივ მარჯვნივ, მარცხნივ იხედებოდა და ყველაფერს აფიქსირებდა. მის მზერას არ გამორჩებოდა არანაირი ფაქტი, ვთქვათ, მისი ქვეშევრდომების მიერ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი და ამდენად ყველა ასე თუ ისე იძულებული იყო, რომ აი მიეღო ის წესი, ცხოვრების ის წესი, რასაც ეს ეტიკეტი ადგენდა. და იგივე სენ-სიმონის ჰერცოგი იმასაც მიუთითებს, რომ ეს იმდენად რუტინული იყო, აი თვით მეფის ცხოვრებაც და მეფის ყოფაც, რომ მისი განსაზღვრა ყველას შეეძლო. თუ იცოდა დღე, კვირის დღე და საათი, რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებითაც ადამიანს შეეძლო გაეთვალა, რას აკეთებდა იმ მომენტში მეფე. და ეს დღის წესრიგით, დღის განრიგი მეფის რეჟიმიც ცნობილი არის ჩვენთვის დღეს. მეფე დგებოდა დილით ადრე, მას ჯერ იყო მისი მცირედ, ასე ვთქვათ, ჩაცმა, შემდეგ უკვე სამეფო შესამოსელით შემოსვა, შემდეგ მესაზე მიდიოდა, ამას მოსდევდა უკვე სამეფო საბჭო, რომელიც 2 საათს გრძელდებოდა, ყოველდღიურად იკრიბებოდა სამეფო საბჭო იქვე ვერსალში და შემდეგ იყო მეფის სადილი, რომელსაც მარტო მიირთმევდა, ამას მოსდევდა უკვე სეირნობა ან ნადირობა მისი სურვილისამებრ, როგორც გადაწყვეტდა, საღამოს ვახშამი უკვე ამალასთან ერთად, ამალაში შედიოდა მისი ოჯახიც, ოჯახის წევრები და ასევე დიდებულები სამეფო კარზე, ვინც ცხოვრობდა. საღამოსაც შეიძლება რაღაცა გართობა, რაღაცა სახის გართობა ყოფილიყო და უკვე ძილად მისვლის რიტუალიც 11 საათზეც, რომელიც ესე იგი 11 საათით იყო ამ რეჟიმით განსაზღვრული, ძალიან მკაცრად იყო ესეც გაწერილი. აღწერილია, რომ მეფე მის აპარტამენტებში, მეფის აპარტამენტი არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს იყო ერთი ოთახი, ვთქვათ, ერთი საწოლი ოთახი ან სამუშაო ოთახი. ეს მეფის აპარტამენტები თავდაპირველად 8 ოთახისგან შედგებოდა, შემდეგ უკვე 6-მდე შემცირდა, თუმცა ის მოიცავდა
ეს იყო წინა ოთახი, ასე ვთქვათ, აი ამ აპარტამენტების წინა ოთახი, იყო მეფის დაცვისა და გვარდიის ოთახი, ცალკე, იყო აგრეთვე ოთახი დიდი დარბაზის წინ, სადაც მეფე სადილობდა, იყო კიდევ ერთი ოთახი ვახშმისთვის, სადაც უკვე მთელ ამალასთან ერთად ვახშმობდა და იყო საწოლი ოთახი ცალკე, სადაც მეფე ისვენებდა ღამე და სამეფო საბჭოს ოთახი ცალკე, სადაც იკრიბებოდა ყოველდღიურად სამეფო საბჭო. რაც შეეხება ამ საწოლ ოთახს, საწოლი ოთახიც საკმაოდ რა თქმა უნდა დიდი იყო და ახლა დღესაც შეიძლება მისი ნახვა ვერსალში იმ სახით, როგორიც იყო მეფის დროს. მეფის ბუდუარი, მისი ესეთი ჩარდახიანი საწოლი ბალუსტრადით იყო გამოყოფილი, რომლის იქითაც იდგნენ ეს დიდებულები, ვინც ესწრებოდა ამ მეფეს ასე ვთქვათ, საჯაროდ ახორციელებდა ამ ძილად მისვლის რიტუალს. თვითონ ამ დროს იდგა ნიშაში, საწოლი ოთახის ნიშაში, სადაც ლოცულობდა და შანდალი ეჭირა კაპელანს. კაპელანი გახლავთ ღვთისმსახური კათოლიციზმში, ასე ვქვია ღვთისმსახურს, რომელსაც აქვს აგრეთვე საერო თანამდებობასაც ითავსებს, არა მარტო სასულიეროს. ეჭირა კაპელანს, როცა ლოცვას დაამთავრებდა მეფე, კაპელანი შანდალს გადასცემდა პირველ კამერდინერს, კამერდინერი გახლავთ ოთახის მსახური, რომელიც ემსახურებოდა უშუალოდ აი ამ სამეფო საწოლ ოთახს და შემდეგ უკვე კამერჰერი, ასეთი სახელოც არსებობდა მეფის კარზე, რომელიც ფლობდა სამეფო ოთახის გასაღებს, გახმამაღლა გამოაცხადებდა, ვის უნდა დაეჭირა ეს შანდალი. უკვე მეფის გახდის რიტუალის დროს. და მეფე უკვე შეარჩევდა იქ მდგარი დიდებულებს შორის, თუ ვთქვათ, შეიძლება ყოფილიყო იქ ელჩიც, სხვა ქვეყნის ელჩიც, პრინცები ან სხვა სამეფო კარის სხვა წევრები, ვის უნდა დაეკავებინა ეს შანდალი. და შემდეგ უკვე იწყებოდა მეფის განმოსვა, ტანსაცმლის გახდა და ძილად მისვლა, და ამ დროს უკვე ყველა ტოვებდა ოთახს, ყველა გადიოდა, რჩებოდა მხოლოდ პირველი კამერდინერი, რომელიც ეტავდა მეფის საწოლ ოთახს და მოთავსდებოდა მეფის ფერხთით საწოლთან. აი ასე იყო გაწერილი მისი ძილად მისვლის რიტუალიც, რაც რა თქმა უნდა, ასეთი ყოველდღიური იყო და გარკვეული გამონაკლისების გარდა ასე დაცული იყო მეფის ყოველდღიურ ცხოვრებაში. და დასაწყისში ვახსენეთ, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა მის მიერ აღმოჩენილ ძეგლს შეადარა ლუი მე-14-ის სასახლის ეტიკეტი. მართლაც შეგვიძლია გარკვეული პარალელებიც ვიპოვოთ აი ამ რიტუალებს შორის. მაგალითად, ცნობილია, რომ მეფის შემოსვა, ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით, საქართველოს მეფის შემოსვა ძალიან მკაცრად იყო გაწერილი, როგორ განახორციელებდა კარი, როგორ იყო ჩართული, ვთქვათ, ჩართული ეს სხვა მოხელეები ამ რიტუალში და სწორედ აი ამასთან დაკავშირებით როგორც ჩანს გაახსენდა ექვთიმე თაყაიშვილს, რომ არაფრით არ ჩამოუვარდებოდა იმ ვთქვათ ბურბონების კარის ეტიკეტი ქართველი მეფეების ეტიკეტს, რომ თუნდაც აი ღილის შეკვრის ნიუანსითაც კი განსაზღვრული იყო, ვის უნდა შეეკრა ქართველი მეფისთვის ღილი ჩაცმის დროს და ვის უნდა დაეჭირა ტაშტი პირის დაბანის დროს, ესეც ზუსტად იყო გაწერილი ძეგლში, ისევე როგორც
ბურბონებთან დაკავშირებით. მაგრამ ვიდრე აი ასეთი სახით ჩამოყალიბდებოდა ეს ეტიკეტი და ასეთ სახეს მიიღებდა საფრანგეთის ისტორიაში, კიდევ გვაქვს ერთი ეპიზოდი, ერთი ბანკეტი, სამეფო ბანკეტი, რომელსაც აღწერს მე-13 საუკუნის ქრონიკა. მათე პარიზელი, ბენედიქტელი ბერი, ინგლისელი ბერი, რომელიც ძალიან დეტალურად მოგვითხრობს ერთი სამეფო ბანკეტის შესახებ, რომელიც შედგა, უბრალოდ ასე ბანკეტს ოფიციალური სადილი შეგვიძლია ვუწოდოთ, რომელიც შედგა საფრანგეთის მეფე ლუი მე-9 წმინდასა და ინგლისის მეფე ჰენრი მე-3-ს შორის. და აი აქ აი ამ წყაროში ძალიან დაწვრილებით არის აღწერილი თვითონ სამეფო კარი, იქ განლაგება დიდებულებისა თუ სასულიერო პირებისა, კერძების შესახებ არის საუბარი და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი აქვს მათე პარიზელს ხაზგასმული. ეს რო გავიხსენოთ, ეს არის 1254 წლის კონკრეტულად, რომ განსაზღვროთ, დეკემბერში შედგა ეს ბანკეტი, როდესაც ინგლისის მეფე იმყოფებოდა საფრანგეთში და მას მისი დედის ცხედარი უნდა გადაესვენებინა პლანტაგენეტების, ანუ მათ საგვარეულო სასაფლაოზე. და ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ ის მომენტიც, რომ ინგლისსა და საფრანგეთს შორის ტერიტორიული დავა არსებობს და მათ შორის ომი მიმდინარეობს და ეს არის ერთგვარი დათბობის ვახშამი, შეიძლება ითქვას, აღწერილი. და აი როგორ აღწერს თვითონ წყარო აი ამ ბანკეტს. კერძების სიუხვეს შეიძლება ჭამის სურვილიც მოეკლა. წარსულში არავის ენახა ასეთი კეთილშობილური, ასეთი ბრწყინვალე და მრავალრიცხოვანი ბანკეტი. არც ქსერქსეს, არც არტურის და არც კარლოს დიდის დროს. კერძების ამოუწურავი მრავალფეროვნება საუცხოო იყო. სასმელების სიუხვე წარმტაცი, მომსახურების ხარისხი სასიამოვნო. სტუმრების განაწილება კარგად მოწესრიგებული, საჩუქრები გულუხვი. ისინი ასეთი განლაგებით ისხდნენ. მისი უდიდებულესობა საფრანგეთის მეფე, რომელიც ქვეყნიერების მეფეთა მეფეა, ყველაზე ამაღლებულ ადგილას, ჰერცოგებს შორის. აქ იყო 12 ეპისკოპოსი, როგორც ზოგიერთებს მიაჩნიათ, ჰერცოგებზე უპირატესო, მაგრამ ისინი ბარონებს შორის იყვნენ შერეული. რაც შეეხება სახელოვან რაინდთა რიცხვს, მათი დათვლა შეუძლებელია. გრაფინიები 18 იყვნენ, მათ შორის 3 და 2 დედოფალი. თავიანთ დედასთან, გრაფინიას ბეატრისთან ერთად, რომლებიც დედოფალთა სადარი იყვნენ. დიდებული და საუცხოო სადილის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თევზის დღე იყო, ინგლისის მეფემ ღამე მისი უდიდებულესობა საფრანგეთის მეფის მთავარ სასახლეში გაატარა, რომელიც პარიზის ცენტრში მდებარეობს. აქ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი შეგვიძლია გამოვყოთ. მათე პარიზელი აქ ასახელებს კონკრეტულად გრაფინიებს და დედოფლებს. ამ ორ მეფეს ნათესაობაც აკავშირებდათ ერთმანეთთან. ისინი მათ ცოლად ყავდათ დები, პროვანსის გრაფის ასულები, და მათი კიდევ 2 და კიდევ 4 დის ბახშამსაც უწოდებენ აი სწორედ აი ამ ისტორიულ ბანკეტს და მათი 2 და კი მათ ძმებს ყავდათ ცოლად. ასე რომ ძალიან ახლო ნათესაური კავშირი იყო მათ შორის. და საინტერესოა თვითონ ქალების დასწრებაც, ქალების მონაწილეობაც ამ ბახშამზე, რაც შუა საუკუნეებისთვის ასევე მნიშვნელოვანი არის ქალთა საკითხის შესწავლის თვალსაზრისით. გარდა ამისა, აქ მათე პარიზელი ხაზს უსვამს ერთ დეტალს. ის ამბობს, რომ ვახშამი იყო საუცხოო და ძალიან მრავალფეროვანი, მიუხედავად იმისა, რომ თევზის დღე იყო. ანუ მარხვა იყო. ეს იყო პარასკევი დღე, ესეც გამოთვლილია, ვიცით კონკრეტული რიცხვები ეს 9-11 რიცხვებში იყო ეს შეხვედრა სწორედ მათი და ეს იყო პარასკევი
პარასკევი დღე და მიუხედავად იმისა, რომ მარხვა იყო, როგორც ჩანს, სუფრა არ იყო სამარხო და ეს რელიგიური ტაბუ აქ არ იყო ასე დაცული. რაც ძალიან ანგარიშგასაწევია და ძალიან ნიშანდობლივია. აი ჩვენ მოგეხსენებათ, გვაქვს ესეთი ცნობა ვახტანგ მეხუთის შაჰნავაზის ერთ-ერთი ბანკეტის შესახებ, რომელიც დაცული არის ფრანგ მოგზაურთან, ჟან შარდენთან და შარდენიც აღნიშნავს, რომ ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც და აი ამ სასულიერო პირებისთვის ხსნილოს გარდა სამარხო კერძებიც იყო გათვალისწინებული და მათთვის იყო კვერცხი, მწვანილი და რძის ნაწარმი. ანუ ეს ითვლებოდა სამარხოთ. გარდა, როგორც ჩანს, ვიცით, რომ აი ამ სუფრაზე ძალიან ბევრი კერძი იყო ხორცეული, იგივე ფლავების ნაირგვარობა იყო წარმოდგენილი, შილაფლავი იგივე ხორცით დამზადებული და მათთვის განსაკუთრებით იყო სამარხო კერძები. და აი ამ შემთხვევაში მათე პარიზელი ხაზს უსვამს, რომ აი აქ ეს რელიგიური ტაბუ, ასე ვთქვათ, დაძლეულია და სუფრა არის სახსნილო. რაც საინტერესო დეტალს წარმოადგენს ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი დეტალი, მათე პარიზელი ახსენებს რამდენიმე მეფეს და აი ამ შედარებას ახდენს, რომ აი ამ მეფეებთანაც კი არ ყოფილა ასეთი დიდებული ნადიმი და ესე არის თვითონ ტექსტში ნახმარი არის ახაშვეროში ტერმინი, ეს არის ბიბლიური, ანუ ებრაულ ენაზე, როგორც არის ქსერქსე აქემენითა მეფე მოხსენიებული ბიბლიაში, ახაშვეროშის სახელით, ასევე კარლოს დიდი და მეფე არტური, ლეგენდარული მეფე არტური. ანუ ეს იმდენად მას ეტალონად მოყავს, შეიძლება ითქვას, აი ეს სამი მეფე და მათ ადარებს და მათზე უპირატესად აყენებს ამ ნადიმს. იმდენად მნიშვნელოვანი და იმდენად გამორჩეული იყო ეს სამეფო ბანკეტი, რომელიც აღწერა მე-13 საუკუნის ისტორიკოსმა მათე პარიზელმა. აქვე ძალიან საინტერესოა აი ერთი დეტალი ამ ეტიკეტთან, სუფრის, უпростоრად სუფრის ეტიკეტთან დაკავშირებით ერთი დეტალი რო გამოვყოთ, ეს გახლავთ სუფრის აუცილებელი ატრიბუტი, რომელიც დღეს ჩვენ არ გვიკვირს და დღეს უბრალოდ წარმოუდგენელია მის გარეშე ჩვეულებრივი ყოველდღიური კვებაც კი, მაგრამ იმ დროს იყო ძალიან იშვიათი და უცხო. ეს არის ჩანგალი, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს მის დამკვიდრებას, მის შემოსვლას ზოგადად ცივილიზაციაში. და ცივილიზაციის სიმბოლოსაც უწოდებს ერთ-ერთი ისტორიკოსი, რომელიც შეისწავლის ამ ჩანგლის ისტორიას. ჩანგალი, როგორც ასეთი, რამდენიმე მითი არსებობს, ჩვენ დროშიც ძალიან გავრცელებული მითი ჩანგლის შესახებ, ასე არ დამკვიდრებული, თითქოს ჩანგალი შემოვიდა ბიზანტიიდან, გავრცელდა ევროპაში და ასე ვთქვათ, მთელ მსოფლიოში. ასევე არის მითი, რომ საფრანგეთში შეიტანა ეკატერინე მედიჩიმ და მხოლოდ მისი საშუალებით დამკვიდრდა. ასევე მითია, რომ ჩანგალი მიჩნეული იყო ეშმაკის იარაღად და მას ებრძოდა ეკლესია. რაც შეეხება აი ამ პირველ მითს, რომ ის ბიზანტიიდან შევიდა, ამ მითის გაგარწყლება ისტორიკოსებმა მოახერხეს იმით, რომ აღმოჩენილია
რომაული ხანის ჩანგლები არქეოლოგიურად დადასტურებულია, რომის იმპერიაში არსებობდა, გამოიყენებოდა ჩვეულებრივად ყოველდღიურად ეს ჩანგლები და ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი მეხუთე საუკუნის ჩანგლები უკვე არსებობს, არქეოლოგიურად არის დადასტურებული, თუმცა ეს ტექსტებში და ასე ვთქვათ, დოკუმენტებში არ არის მათი მოხსენება, არც მინიატურები, არც მისი გამოსახულება არ გვაქვს შემორჩენილი, გარდა თვითონ ამ უშუალოდ არქეოლოგიური გზით მოპოვებული ჩანგლებისა. შემდეგ უკვე მეხუთე საუკუნის და განსაკუთრებით რაც საინტერესოა, უფრო დიდი რაოდენობით აღმოჩენილია რომაულ გალიაში იგივე ეს ჩანგლები და ევროპის ტერიტორიაზე თითქმის ყველგან, იტალიაშიც გვაქვს დადასტურებული არქეოლოგიურად და რაღაცა პერიოდი, ვთქვათ, მეხუთე საუკუნიდან მეათე საუკუნემდე ევროპის ტერიტორიაზე აღარ ჩანს ჩანგალი ხრება, გადის, ასე ვთქვათ, რაღაც მხედველობის არიდან. სამაგიეროდ ჩანგალი დასტურდება სასანითა იმპერიაში, ძალიან დამახასიათებელი ფორმის ჩანგლები. ძირითადად უნდა აქვე შევნიშნო, რომ ეს პირველი ჩანგლები იყო ორკბილა და სასანური ჩანგლებიც ძირითადად ორკბილაა, მაგრამ განსხვავდება რომაული ჩანგლებისაგან და შეიძლება ითქვას, რომ რომიდან აქ ხდება. შემდეგ როდესაც არაბები იპყრობენ სპარსეთს, არაბების ხანაშიც გვაქვს ჩანგლები დადასტურებული და უკვე მეათე საუკუნემდე ეს ისევ იკარგება და მეათე საუკუნიდან და უფრო მე-11-დან ბიზანტიის იმპერიაში ჩნდება. გვაქვს ასეთი ცნობა, იტალიელი თეოლოგი პიეტრო დამიანი აღწერს მოგვითხრობს ერთ პრინცესაზე, ბიზანტიის იმპერატორის დაზე, რომელიც გათხოვდა ვენეციის დოჟის ვაჟზე და მან იქ ჩაიტანა ჩანგალი და ის ყოველდღიური ბაღშმობის თუ სადილობის დროს იყენებდა ოქროს ჩანგალს და სრული სკანდალი იყო, შეიძლება ითქვას, ვენეციის კარზე, რომ ასეთი ინვენტარით სადილობდა ეს ქალი. დღესდღეობით დადგენილია, რომ ეს ქალი უნდა ყოფილიყო მარია არგიროპულენა, იგივე რომანოს მესამე არგიროსის და, რომელიც გათხოვდა ვენეციის დოჟის ვაჟზე და მას ეკუთვნის სწორედ ამ სიახლის შეტანა ვენეციის კარზე, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს არც უნდა ყოფილიყო ასეთი სასკანდალო, მაგრამ რატომღაც ამ თეოლოგისთვის ესეთი ის არის უცხო, ასე წერს, რომ იმის მაგივრად, რომ ღმერთისგან ბოძებული ხელებით ეჭამა ამ ქალს, ის იყენებდა იმ რაღაც უცხო, ესეთ მით უმეტეს ეს ფუფუნების საგანი იყო და ოქროსგან დამზადებული, ამ საგნით მიირთმევდა. ჩვენ ახლა ვახსენეთ ლუი მე-14 ვახსენეთ და უნდა ვთქვათ, რომ დიდხანს საფრანგეთის კარზეც არ იყენებდნენ ამ ჩანგალს და თვითონ ლუი მე-14-ს ხელით უყარდა ჭამა და მაინც არ წყალობდა ხოლმე ჩანგალს. რაც შეეხება ეკატერინე მედიჩის, ასეა მიჩნეული, რომ მან შეიტანა საფრანგეთში და მისი ვაჟის ჰენრი მესამის დროს უკვე ძალიან გავრცელდა და დამკვიდრდა, თუმცა ესეც არ არის, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ მითია და ალბათ იმას უკავშირდება, რომ უფრო ფართო მოხმარებისთვის შევიდა ჩანგალი, თუმცა მანამდეც არ იყო უცხო საფრანგეთში და მანამდეც არის დადასტურებული არქეოლოგიურად, იგივე მე-14 საუკუნეშიც არსებობს ჩანგალი საფრანგეთის ტერიტორიაზე. ეკატერინე მედიჩის არა მხოლოდ ჩანგლის შეტანა უკავშირდება ესეთი ზეპირი გადმოცემით, არამედ არაერთი კერძის თუ ბოსტნეულის თუ რაღაც კულინარიული ესეთი უცხო ხილის, ასე ვთქვათ, შეტანა მას უკავშირებენ ბროკოლის, არტიშოკის,
ადრიჯანის ლობიოს შეტანას დამკვიდრებას აი ამ სამეფო კარზე, ასევე უკავშირდება ნაყინის, დაშაქრული წაბლის, სორბეს, მაკარონების, მაკარონებში იგულისხმება არა პასტა, ჩვენ რასაც ვეძახით მაკარონს, იტალიური პასტა, არამედ ეს ფერადი მრგვალი ბისკვიტები, კულინარიული ნაწარმი იგულისხმება. და ასე ამიჩნეული თითქოს ეკატერინე მედიჩი უზარმაზარი მით კულინარების უზარმაზარი არმიით ჩავიდა საფრანგეთში, როდესაც ის გაათხოვეს მეფის ფრანსუა პირველის ვაჟზე, ჰენრი მეორეზე, რომელიც არ იყო დოფინი, ანუ ტახტის მემკვიდრე არ იყო და შემთხვევით მისი ძმის, უფროსი ძმის გარდაცვალების, უეცარი გარდაცვალების გამო აღმოჩნდა საფრანგეთის ტახტზე მისი მეუღლეც და თვითონ ეკატერინეც გახდა საფრანგეთის დედოფალი, მაგრამ თვითონ იმ პერიოდში, როდესაც ის გაათხოვეს, 14 წლის იყო და აი ასე გრძელი გზა გაიარა ამისთვის. თუმცა მას ძალიან ბევრი პროგრესული სიახლის შეტანა მის სახელთან არის მაინც დაკავშირებული, მაგრამ ჩანგალიც შეიძლება ითქვას აი თანამედროვე ისტორიკოსების, ამ კვების ისტორიკოსების ასეთი სახელითაც მოიხსენიებიან და ანთროპოლოგების მიერ არ დასტურდება, ასე ვთქვათ, ის პიონერად არ ითვლება ამ ჩანგლის ისტორიაში. რაც შეეხება ამ ეშმაკის იარაღს, ამასაც ვერ ვიტყვით, რომ მას რატომღაც ეკლესია კრძალავდა ჩანგალს ან განსაკუთრებულად უყურებდა, რადგან არაერთ ხელნაწერში გვაქვს დადასტურებული ხელნაწერის მინიატურაზე არის გამოსახული ჩანგალი, რომელიც გადაწერილია იგივე სასულიერო პირების მიერ შექმნილია ეს ხელნაწერები სასულიერო პირების მიერ და მათთვის ასეთი შეუწყნარებელი რომ ყოფილიყო, ისინი არ გამოსახავდნენ ამ ხელნაწერებში. არსებობს ასეთი ენციკლოპედია, შუა საუკუნეების ერთ-ერთი პირველი ენციკლოპედია რაბანუს მაურუსის, იგივე რაბან მავრის ენციკლოპედია, ეს არის მე-6 საუკუნის ბერი თეოლოგი, ლექსიკოგრაფი, რომელმაც შეადგინა ასეთი ენციკლოპედია საგანთა ბუნების შესახებ და იქ მე-11 საუკუნის ერთ-ერთ ხელნაწერში, არაერთი ხელნაწერი არსებობს ამ ენციკლოპედიის დღემდე შემორჩენილი და აი ამ ეგრეთ წოდებულ მონტე-კასინოს კოდექსში არის გამოსახული ორი მამაკაცი სუფრასთან, რომელიც გამოიყენებენ დანასა და ჩანგალს და ერთ-ერთი მამაკაცი ამ ჩანგლით ჭრის ხორცს. მას უკავია ჩანგალი და ჭრის ხორცს. და დანა და იგივე კოვზი არ იყო ესეთი იშვიათობა და უძველესი დროიდან ეს ძალიან გავრცელებული იყო. უბრალოდ შეუძლებელი იყო რომ რაღაცა იგივე ხორცი არ გაჭრილიყო და ისე მიერთმიათ, ხო? ან იგივე სუპი, ან წვნიანი კოვზის გარეშე რთული საჭმელი იყო და აი ჩანგალი ესეთი რამე იყო რომ ხელითაც ახერხებდნენ ამ ტიპის საკვების მირთმევას, ასე რომ არ იყო ესეთი აუცილებლობა და შედარებით ასე ვთქვათ გვიან არის დამკვიდრებული. და აი ამ მინიატურაზე სწორედ აი ეს ერთად არის ეს გამოსახული, როგორ მიირთმევს ეს მამაკაცი. ასევე გვაქვს კედლის მხატვრობაშიც კაბადოკიის ეკლესიებში გვაქვს საიდუმლო სერობის ფრესკებზე არის ჩანგალი, სუფრაზე დევს, სადაც ქრისტეა გამოსახული და 12 მოციქული, სუფრაზე დევს ჩანგალი. და აი ეს ისტორიკოსები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ მითია ჩანგლის ეშმაკის იარაღად მოხსენიება, სწორედ ამას იმოწმებენ. ასე რომ იყოს, რატომ გამოსახავდნენ ქრისტესთან ჩანგალს? სასახლე და მისი ეტიკეტი ევროპული ცივილიზაციის გენეზისში ძირითად ელემენტად მოიაზრება. შესაბამისად
ძალიან დიდი დატვირთვა აქვს აი ამ პროცესს როგორ განვითარდა, როგორ წარმოიშვა და როგორ განვითარდა ეს ეტიკეტის ისტორია და როგორი სახე მიიღო მან დღევანდელობაში. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ ევროპული ისტორიის გათვალისწინება და მისი პარალელები ჩვენს ხელთ არსებულ წყაროებთან, როგორიც არის უკვე ნახსენები ხელმწიფის კარის გარიგება, ასევე უფრო გვიანდელი დასტურლამალი და არაერთი მოგზაურის მიერ აღწერილი ნადიმები თუ იგივე ქართულ საისტორიო ნარატივში დაცული ცნობები.